მე გახლავართ თამარ ნუგზარაშვილი, მეუღლე მყავს ელგუჯა ქსოვრელი, ყავს 3 შვილი, გოგონა და 2 ბიჭი. იმ დროს, როცა სოფლიდან ხალხი ქალაქში მირბოდა, ჩვენ უკან დავბრუნდით. გახსოვთ სოციალურ ქსელში იყო ფერმა თამაში, თამაშობდი ხოლმე ფერმას. რომ მოვიდოდა ჩემი მეუღლე სამსახურიდან, ვეტყოდი ხოლმე მოდი ნახე როგორი იხვები ვიყიდე, ბევრი გოჭები გავიჩინე, ბები გავაკეთე და ერთ დღესაც გამომიცხადა რომ თუ მართლა გინდა რომ ბუნებრივ იხვებთან და გოჭებთან ქონდა შეხება, წამოდი სოფელში და უნდა გათამაშო და იმის მერია ესე თამაშით, მივყეთ სოფლის მეურნეობას ხელი და დავიწყეთ პირველად საკალმახი აუზი გავაკეთეთ ერთი. როდესაც ჩვენი ხელით ვაკეთებდით და ვერ შემოყვავდა ტრაქტორი, იძულებულები ვიყავით, რომ ხელით გაგვეკეთებინა, გვესწორებინა, გვეთხარა და სოფლის ხალხი იცინოდა. ეგონათ, რომ ამიტომ ვთხრიდით აკავრობას ოქროს ვეძებდით. ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე შეიძლებოდა კალმახი მოგვეშენებინა. ჩვენ სოფელს საერთოდ წყალი უჭირს. აქაც არ იყო სარწყავი წყალი. არავინ არ აქცევდა ყურადღებას ამ თავის ნაკვეთებს. ეხლა ჩვენ რო ეს შევქმნით ეს აუზები, ვაწვდით ნაკვეთებს და სოფლის ხალხი არის მადლიერი, იმიტომ რომ ჩვენი მოგროვილი წყლით თავის ნაკვეთს რწყავს და მოყავთ მოსავალი, რომ სარჩო საბადელი ჰქონდეთ. ჩვენი კალმახი არ ავადდება. იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი წყლები, წვიმა რომ მოდის ჩვენი წყლებიც არ იმღვრევა. საკვებს ვიყენებთ იმპორტირებულს, ბიოსაკვებია ეს. ყავს სადედე თევზები, ხიზილალას ვაკეთებთ ქვირიც, რომ ვიღებთ თევზი კიდევ 200 გრამიდან 250 გრამამდე. ეს არის უკვე სუფრის თევზი. ლიფსიტა ჩამოყავს ქედადან ძირითადად და რეალიზაციას ადგილზე უკეთებთ, იმიტომ რომ იცის უკვე ხალხმა როგორი თევზია და როგორი გემოვნების თევზიც არის, მოსწონთ ხალხს ჩვენი გაზრდილი თევზი. ძირითადად აქ უნდა ყოფილიყავით მთელი ოჯახი, ამიტომ გადავწყვეტეთ შერეული მეურნეობაც გაგვეკეთებინა. გავიჩინეთ ქათამით, ამჟამად მყავს 200 ფრთა ვარია, კვერცხისმდებელი დედლებიც მყავს და ესენი რომ გამომეკვება, ამიტომ დავთესეთ მარცვლეული, სიმინდი, ქერი, საკმაოდ დიდი მოსავალი მოგვდის ხოლმე, ამიტომ გავიჩინეთ ღორებით. ყავს ამჟამად 60 სული და ვიცი რომ ჩემი ღორები იქნებიან ჯამთელები, იმიტომ რომ ჩვენი მოყვანილი საკვებით იკვებება. ამიტომ ვარ იმედიანად და ამაყი რომ ყავს ჯამთელი ღორებით. ყველაფერი ჩვენი გვითესია, მოგვყავს ჩვენი, კიტრი, პამიდორი, მწვანე ლეოლობა. ვცდილობთ რომ ყველაფერი ნატურალური და ჯამრთელი საკვები გქონდეს. თქვენ რომ მოდიოდით, გზაზე ხო ნახეთ როგორ არის, აი ხრიოკი მიწა, არანაირი გამწვანება არ არის. და აქ ჩამოხვედით და როგორი სიმწვანე დაგხვდათ. და ეს თითეული ტირიფი, თითეული ნაჯი, ყველაფერი არის ჩემი ხელით დარგული და ჩემი მოვლილი, ჩემი შვილების მოვლილი. ამიტომ მომავალში ვფიქრობ, რომ გავაკეთო აგროტურიზმის ცენტრი. მინდა რომ უცხოელები, ეს ტურისტები შემოვიდნენ და ჯამრთელი ნატურალური საკვები მივართვა. ჩემივე გაზრდილი ქათამი, იხვი, გვაქვს ქართველებს ნაირ-ნაირი კერძები, რითიც შეგვიძლია გაუმასპინძლდეთ და თავიც გამოვიჩინოთ. დედა და მამა ჩემები ორივე აგრონომები გახლდნენ და ბავშვობიდან მიგვაჩვიეს შრომას. უყურებდი მამა როგორ ეფოფინებოდა თავის მოვლილ შვინდებს, ვარდებს, ყველაფერს აბსოლუტურად და ჩვენც ეს მამის და დედის გვერდით სწავლის შემდეგ რა თქმა უნდა ვიდექით და ცოტა პატარა რაღაცა საქმიანობას ჩვენც ვეწეოდით ხოლმე. ამიტომ მეც მინდოდა რომ ჩემი შვილებიც ასე მიჩვეულიყვნენ შრომას და აგერ პანდემიის დროს დედამიწა რო იყო გაჩერებული, მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ არ გავჩერებულიყავით და რაღაცა ჩვენი ოჯახისთვისაც და მე სხვებისთვისაც სიკეთე გაგვეკეთებინა და ჩავყარეთ ვაზი. სულ მთლად რაღაც 3 თვის ვაზი გვაქვს ჩარგული და ჩემს დედულეთში მამა ჩემს ედგა გორულა ვაზი. და ჩემი მეუღლეს მამას ჩინური ედგა. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ჩვენი მამა-პაპის კვალს გავყოლოდით და არც ერთის მამა
არ დავივიწყეთ და ამიტომ გორულაც გავიჩინეთ, ჩინურიც გავიჩინეთ. წვანეც არის, ჩემო მეუღლე მეგობრე თავისი სურვილით მიამატა მესამე ჯიში. ვინაწილებთ საქმეს, ვას ჩემი მეუღლე უვლის, სიმინდს აგერდა მოსავალს ქერს, რაც არის გარე საქმეები, ერთი სიტყვით ჩემი შვილი უვლის და ქათამი, თევზი, აქ ადგილობრივად რაც შეიძლება რომ მე ჩემი ხელით მოუარო და გავაკეთო, მე უკან არ დავიხებ და ჩემ ოჯახს გვერდით უთგებარ, მეც რაც შემიძლია. ჩვენი წარმატების ფორმულა არის საქმეს სიყვარული და შრომის მოყვარეობა, ენთუზიაზმიც რა თქმა უნდა.